ზურაბ ყიფშიძეს ბანკმა ბინა რომ გაუყიდა ეს მოგახსენეთ ჩემს ვიდეოში. ახლა მინდა ვიკითხო ესეთი რაღაცა. სად არიან ქოცელიტეს წარმომადგენლები? სად არის ტურუა, რა ვიცი, ქეთი დოლიძე და სხვები, რა ვიცი, მათ სახელი ლეგიონი რომ არის. აი ბიძნა ივანიშვილის უკანალის მლოკველი ქოც ელიტა. ზურაბ ყიფშიძესავით 51-იანი შემოსახაზავად ვიდეოებში, საარჩევნო ვიდეოებში რომ იღებდნენ მონაწილეობას. რატომ არ მოიღეთ ხმა? როგორ გაწირეთ ზურაბ ყიფშიძე? ხო ნახეთ. რატომ? გეშინიათ. შიშისგან ხმას ვერ იღებთ, იმიტომ რომ სალაფავზე ხართ მიშვებული და ამ სალაფავის სანაცვლოდ ღირსებაზე უარი თქვით. საკუთარ რა ვიცი, აწლეულების განმავლობაში მეგობარსაც კი ვერ იცავთ. და იცით, რომ ყველას მოგდგებიან. არავინ არ წარმოიდგინოს, რომ რომელიმე ბანკი გაბედავდა ზურაბ ყიფშიძისთვის ბინის გაყიდვას, ეს რომ უზენაესის ბორიას გადაწყვეტილება არ ყოფილიყო. ელემენტარულად გადაუხდიდა იმ საბანკო დავალიანებას და ბინას შეუნარჩუნებდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, სპეციალურად არ გააკეთა. რატომ იცით? იმიტომ რომ მისთვის თქვენ ხართ ტილები, ბუზები, რა ვიცი, რომელსაც ჭყლიტავს და სიამოვნებს ეს, რომ მის ხელში ხართ. იმიტომ რომ ასეთია დიქტატურის ბუნება, ასე იქცეოდნენ ყველა დიქტატორები. თავიანთ მონებს დასცინოდნენ და არაადამიანებად მიიჩნევდნენ და კაიფობდნენ მათი უბედურებით. არ შემახსენებინოთ ეხლა მრავალი მაგალითები, რა ვიცი, ყველა ასე აკეთებდა. ამის ღირსი ხართ ზუსტად. ქოც ბნელიტა. აი ესა ხართ თქვენ, არარაობა. ფარშევანგივით ყუდგაშლილებრივად დადიხართ. არარაობა ხართ. ზურაბ ყიფშიძე ჩარეცხეთ თქვენ თვითონ და დაიმალეთ სოროში შეძვერით და ხმა ვერ ამოიღეთ მის დასაცავად და მის სოლიდარობის გამოსახატავად. მორჩა. გავრცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს და გამოიწერეთ ჩემი გვერდით, თუ გინდათ შეულამაზებელი სიმართლე გაიგოთ ყველაფერზე საქართველოში და საქართველოს გარეთ მიმდინარე პროცესებზე.